ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. ევროპის ჩემპიონატი და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23 წლამდე მოჭიდავეთა გუნდის შედეგები. დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა წარმოგიდგენ ჩვენი სტუდიის სტუმარ საქართველოს 23 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემზარ ბედინეიშვილი 240 91 92 240 92 92. კითხვას და მოსაზრებას რადიო 1.G ველით. მთავარი სპორტული მოვლენების მიმოხილვა, კომენტარი, ანალიზი, მიღწევები და განცდილი მარცხი, მედალი და ხალხის აღიარება. ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტის სამყარო ელენე ბილიხოძის გადაცემებში. სამუშაო დღეებში 8 საათსა და 5 წუთზე, 9 საათსა და 5 წუთზე, 19 საათსა და 10 წუთზე, 22 საათსა და 20 წუთზე, შაბათ-კვირას 22 საათზე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს გამთენიისას დაბრუნდით სამშობლოში და ამ დაღრილობის მიუხედავად მაინც მოიცალეთ და ხართ ჩვენთან ერთად. ვისაუბრებთ პოლონეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე და იმ ტრიუმფზე, რაც თქვენმა შეგირდებმა და ჩვენმა ნაკრების წევრებმა მოიპოვეს. მოდით თავდაპირველად შეჯიბრზე ბრძანეთ, იმიტომ რომ ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატი პირველად გაიმართა და ეს იყო ერთგვარი გამოცდაც, იგივე საორგანიზაციო თვალსაზრისით, სპორტული შედეგითაც და რამდენად კმაყოფილი ხართ თავად აი ამ შეჯიბრის არსებობის დაწყებით. მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისთვის, მე ყოველთვის მზადთავარ თქვენთან ერთად მოვიდეთ სტუდიაში და რა ვიცი ჩვენ ჭიდაობაზე და ჩვენ პრობლემებზე ვისაუბროთ, მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელებს. ეს ასაკი ახლა რომელმაც დაგვემატა ჩვენ ზოგისთვის არის თქვათ მიუღებელი, ვის რუსეთის ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა გითხრა რა საჭირო იყო, მაგრამ ის იმათ იმდენი შეჯიბრებები აქვს, რომ თვითონ არ თვლიან საჭიროდ, რომ ბევრ შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა და ჩვენთვის ეს იყო მისწრება და ზოგადად მსოფლიოში ახლა ამ ევროპის ჩემპიონატზე უმეტესმა მწვრთნელებმა, ნაკრების მწვრთნელებმა აღიარეს, რომ ეს ის ასაკია, რომელიც თქვათ 20 წლიდან იკარგება ხალხი დიდებში მოსახვედრად 3-4 წელი რო ვერ ხვდებიან დიდების ნაკრებში, ხდებიან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში და მერე ვერ იმკვიდრებენ ადგილს ფაქტიურად და ეს 3 წელი აძლევთ იმის საშუალებას, რომ კომპენსირება გააკეთონ თავიანთი თავისას და თქვათ არ დაიკარგოს, თქვათ აი 3 წელი თუ ნაკრებში ვერ მოხვდებიან და აქაც შეიძლება რომ ამ ევროპის ჩემპიონი გახდეს, მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს და ამით წამოიწიოს და არ დაიკარგოს აი ფაქტიურად ეს 3 წელიწადი. შეჯიბრი იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული. მე აი 33 წელია ვჭიდაობდი სპორტში და მე ესეთი არაფერი არ მინახია. ისეთ დონეზე იყო ჩატარებული ფაქტიურად აი ყველა მაგნიშნა რომ ესეთი დონის შეჯიბრი თან შეჯიბრი აი ბოლოს ახალგაზრდებიდან დამთავრებული 3 წლის მანძილზე ვინც კი ევროპას და მსოფლიოს იგებდა სულ ყველა რომ მონაწილეობდა აი სიცოცხლე იგრძნობოდა აი ყველა შეხვედრებში ისეთი აზარტულად მიდიოდა. აი თუ გფლობთ ინფორმაციას თავად იგივე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია რატომ მივიდა აი ამ შეჯიბრის ჩატარების გადაწყვეტილებამდე? ეს ყველაფერი იმ ფაქტმაც ხომ არ განაპირობა რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდა რომ ჭიდაობამ დაკარგა თქვა სანახაობრივი მხარე. რაც წავიდა მარტინეტი ჭიდაობიდან და მოვიდა ლალოვიჩი, ცდილობს რომ რაღაცით განავითაროს, რაღაცად შეცვალოს, აი თუნდაც ლეიბის ეს ფაქტორი რომ აი ლეიბები შეიცვალა თუნდაც ფილა რო აღარ ქვია და მსოფლიო ფედერაცია ქვია ძიუდოდან იღებენ ძალიან ბევრი იმას სამაგალითო სპორტია ჩვენთვის ეს ძიუდოს სახეობა და ბევრი წესებიც გადმოიღეს მაგ რამდენი ხანია უკვე 23 წელიწადზე ევროპის ჩემპიონატი სტარდება და მსოფლიოს ჩემპიონატი სტარდება და აქედან გამომდინარე რომ რაღაც ახალი შეძინოს და ელფერი და განვითარება ზუსტად ის სპორტსმენებს რაც ჭირდება ალბათ ვიღაცისგან მიიღეს ეს რეკომენდაციებიც და გაითვალისწინეს და ეს ახლა პირველი იყო ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი და მომავალი წლიდან აპირებენ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატს და ჩაჯდება აბსოლუტურად ყველა ალბათ
სოფლიოს ჩემპიონატი დიდებში რო დამთავრდება, მე იქნება ალბათ ეს 23 წლამდე სოფლიოს ჩემპიონატი. ესე არის ახლა ლაპარაკი. მოდით თავად ჩვენს ნაკრებზე ბრძანეთ, რამდენად რთული იყო დაკომპლექტება, მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად და არჩევანი ისევ და ისევ ქვეყნის პირველობაზე დაფიქსირებული შედეგებით გაკეთდა? კი, ახლა ვილაპარაკეთ ბევრ მწვრთნელებთან, აი თითქმის ევროპის ჩემპიონატზე ვინც იყო ჩამოსული, თქვათ აი 35 ქვეყანა იყო 40 ზოგადად ვიძახი. შეიძლება 10 ქვეყანას ქონდა მარტო ჩემპიონატი ჩატარებული, ისე უცბად მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ კი მოვასწარეთ ჩემპიონატის ჩატარება. ჩვენ მოვასწარეთ რამოდენიმე აი ერთი სბორი ფაქტიურად ჩვენ ერთი შეკრება გავიარეთ. და ამიდან გამომდინარე, საერთოდ არ ქონდა ხალხს აი ამის წინ ეტაპი, რომ უცბად მოსული შეჯიბრი რო იყო, ვერ მოასწრო ხალხმა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდან გამომდინარე დავაკომპლექტეთ ეს 8 კაციანი შემადგენლობა, რომლებმაც აი მართლა თავდადებით იბრძოლეს. იყო რაღაცა ხარვაზებოდი რამოდენიმე წონაში, მაგრამ არ მინდა ეხლა კრიტიკულად გამოვიდე რამოდენიმე ბიჭზე. გამოცდილება არ ქონდათ ბიჭებს, ეხლა ამდენიც არ უნდა იყოს. მე ეხლა კი ვალდებული ვარო, ცოტა კრიტიკულადაც მივუდგე, რომ საომავლოდ ეს შეცდომები აღარ იყოს. და აქედან გამომდინარე, აი დადებითად ვაფასებ, დადებითად კი არა, აი საუკეთესო სახით გამოაჩინეს თავიანთი ახლა 5 медали ამ ხელა შეჯიბრზე უცბად თან არაფერი არ დაგეგმილი არ აქვს, ერთი მედვედის ტურნირი გავიარეთ ფაქტურად თავის შეკრები და ეს 10 დღიანი თბილისში ვაკეში გავიარეთ. აი ეგ იყო ჩვენი მომზადების, მაგრამ ბიჭები იყვნენ თვითონ ისე განწყობილი და აი ენთუზიაზმი და ახსავსე რომ უყურებდით, აი გეუბნები რომ აი გაუცებული ვიყავით ისეთი შემართებით იჭიდავეს ბიჭები, მაგრამ ემზარ თქვენ ძალიან ობიექტურად აფასებთ ხოლმე თაობას. ანუ ეს არის ის თაობა, ვისაც შეუძლია იმ ტრადიციის გაგრძელება, რაც დაიწყო. თქვენ აგრძელებდით და შემდგომაც გრძელდებოდა? ეს ის თაობა, რომელმაც თავის სიტყვა უნდა თქვას. ეს ის ფედერაცია, რომელმაც უკვე უნდა მოინდომოს, როგორც ახლა ჩვენი სიტუაციები მიდის უკეთესობისკენ მიდის. აი არ მინდა რომ ის ამბიციურად გამომივიდეს, ყველანაირად ცდილობს თქვა ჩვენი ფედერაცია ახალი რაღაც საუკეთესო დანერგოს, საუკეთესო ფორმა ჩაგვაცვან, ახლა ჩვენარი ფორმა არავის არ ეცვა. აი უკეთესობისკენ მიდის ეს ბიჭები ხო ხედავენ, ახლა ხელფასები მოიმატა, ამ პრემიალური თანხები არ იყო ჩვენ ასაქსი მანუჩარი შეკვირდა რომ აი სპორტის დეპარტამენტი და სამინისტრო აუცილებლად დაგვეხმარება და ამასაც პრემიარულს გახდის და აი აქედან გამომდინარე უნდა წინ წავიდეთ, აუცილებლად წინ წავალთ. დარწმუნებული ვარ რა. მოდით უკვე თავად შეჯიბრზე ბრძანეთ, პირველ დღეს 2 ოქროს მედალი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. რამდენად ელოდა საჭიდაო სამყარო თქვენგან აი ამგვარ სიურპრიზს, როგორც მთავარი მწვრთნელისგან, იმიტომ რომ მოჭიდავისგან ყოველთვის მიჩვეული იყო თქვა სიურპრიზებს და რაღაც თავისებურ და ლახჭიდაობას. ელენე გახსოვს ოლიმპიური თამაშების წინ რო პროგნოზი გავაკეთე და ცოტა ამბიციური ხო არ არისო და მაშინაც კი გითხარი რომ მეთქი შეიძლება ზედმეტად გამომდიოდეს ეს ზედმეტი ამბიცია მეთქი, მაგრამ ამ ბიჭებისგან ამას ველოდი მეთქი, თუნდაც ლადო შემთხვევაში. ანალოგიურადაც ახლა რამოდენიმე ჩვენ ვიცე-პრეზიდენტვაც მომწერა რა პროგნოზს გააკეთებოდა, ვერაფერი ვერ მივწერე, იმიტომ რომ არ მინდოდა რაღაცა ის პირველი ემოციები, პირველი შეჯიბრი ჩემ უფროსი მწვრთნელის სტატუსითაც ამ მასაკში და ვერც პროგნოზი ვერ გავაკეთე, მაგრამ ვფიქრობდი რომ 5 медали მინიმუმ უნდა გავეკეთებინა და 2 ოქროს медали აქედან იყო, რავი, საუკეთესო და ეს ბიჭები მომავალში კიდევ უფრო დადებენ შედეგს, მე მგონია, რავი. ხლა რაც შეეხება ერბოწონაშვილს პირველი ჩემპიონატიდან დავიწყებ, მაინც აი ეს ბიჭი გამოუცდელი იყო. უბრალოდ ამ წელიწადში თეირანის ტურნირზე, ტახტის ტურნირზე უკვე ნახევარფინალი იჭიდავა, უკვე განაცხადა თავისი უკვე ამბიცია, რომ აი მე შემიძლია, მე მედვედის ტურნირზე ოლიმპიურ პრიზიორს მოუგო. უკვე მზად იყო ეს ბიჭი და რაც შეუძლია, ხო აი აბსოლუტურად 100%-ით იხარჯება და ეს 74 კილოგრამი ეს ისეთი წონაა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა კონკურენცით, ანუ არ არის არასდროს მკვდარი წონა. კი ბატონო, აი მაქარაშვილი იყო შარშანწინ, სოფლიო მედლისთვის იჭიდავა, მე-5 ადგილი აიღო, ყველაშვილიმაც მე-3-ისთვის წააგვისის ის მე-5, ფაქტიურად აი ამ წონით კატეგორიაში რაღაც ახლა მე-3 კაცი წამოვიდა, ჩვენთვის არის ძალიან აი შედეგი უნდა გაკეთდეს, სადაც მეტი კონკურენცია, ლოგიკურია, რომ იქ უკვე შედეგი წამოვა. გუსოშვილიძეც მინდა ვთქვა, რომ ეს ბიჭი ბწყინვალეთ, აი არ ვიცი რა, ვერაფერს ვერ დავამატა, აი ბწყინვალეთ იჭიდავა, ჯერ მედვედის ტურნირზე რო არავინ არ ელოდებოდა უცბად არაფრისგან, აი ის შეკრება იმდენად, აითვის არის ხალხი, რომელიც თქვა 10 წელი ატარებდა და ვერ მიდის წინ. ფაქტიურად ერთი სბორი, რომლებაც აი მედვედის ტურნირის წინ რო გავიარეთ ის 12-ღიანი შეკრება არ მინდა აღნიშნო, მე არ დამოვიწყდეს, მინდა ვთქვა რომ აი დიდების ნაკრების, აი მინდორაშვილის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ აი ეს გუნდი ახლა ჩვენ მიგვამაგრეს მაინც უფროს ნაკრებთან და ყველა ნაკრებ თითეული წევრი დიდების ნაკრებში მინდორაშვილის დამადობით
მაგათი ძალიან დიდი დამსახურება რომ ეს ყველა ბიჭებს შეუწყეს ხელი რომ ჩვენი ეს 23 წლიანებიც იქ შეკრებაზე მოხვედრილიყვნენ და აქედან გამომდინარე ყველა მას დაინახა ეს გვერდში დგომა და გუსოშვილმა ფაქტიურად იქ გაოცებული ვიყავით მესამე ადგილი აიღო და ბრწყინვალეთი ჭიდავა მეორე ადგილზე ოლიმპიური ჩემპიონი ყავდა პირველ ადგილზე მსოფლიო ჩემპიონი აქეთ ოლიმპიური პრიზიორი ვისთანაც დაჯილდოებაზე იდგა ეს მისი იმხელა სტიმული იყო რომ დღეს აი ამ ხელა შედეგი გააკეთა ფაქტიურად აი ორთაბრძოლა არ ქონია ვინმესთან ისე დაჩაგრა ყველა რა ფინალური შეხვედრა იყო აზერბაიჯანელ გაჯიევთან და რაღაც თითქოს ოდნავი პრობლემაც იყო თუ ეს ყველაფერი რაღაცა ესე ჩანდა იქ როდესაც უყურებ შარშანდელი ევროპის ჩემპიონია გაჯიევი და ჩვენი ჩხარტიშვილი დაამარცხა ფინალში აი დაძაბულ ბრძოლაში და რევანშიზმის ვიყავი და განწყობილი თან ის გაჯიევი 86 კილოდან ამოვიდა 97 კილოში არც ისეთი დიდი იყო ეხლა რომ თან ვიცოდით რომ ძალიან სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემა ქონდა და მე უმარი გავაფრთხილე რომ დაჟე 0-8 რო წავიდეს ღმერთმა არაქნას მეთქი იცოდე რომ 30 წამიც რო იყოს ხელში მოგიკვდება მეთქი იმიტომ რომ ვერძლებს ბოლომდე ეს იმდენად გაითავისა კაცმა და გონებაში ქონდა ჩადებული რომ უნდა დაეღალა აი 4-2-დან უკვე გაანადგურა რა 3 წუთის მერე ის აღარ იყო ამ ლეიბზე ისეთი შემართებით ეჭიდავა ანუ ეს არის თქვათ მიდიოდა ჭიდაობაც რაღაც ერთგვარი გაკვეთილებიც კი იყო თითეული მათგანისთვის იმიტომ რომ სწავლობდნენ მეტოქეს და საერთაშორისო გამოცდილება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია კი რაც არ უნდა შეკრება იყოს იქ მაინც სულ სხვა ფალავანს ხედავ აი ვისაც აქ ხასიათი აი ესეთ შეჯიბრებებში აჩენს ვინც შემდგომში უნდა იჭიდაოს და ესეთ ბარიერს გადალახავს ის ხდება მოჭიდავე სულ ყოველთვის მაგას ვიძახით არა მარტო მე ყველა მწვრთნელი რომ აი ეს ფსიქოლოგიური მომენტები ნუ გექნებათ ნუ უყურებთ მოწინააღმდეგეები ვინ ვისთან იგებს როგორ იგებს იმიტომ სტატისტიკა ჩემ თავზეც ამა გამოცდილი ყოველთვის მაგ სამაგალითოდ ვეუბნები რომ ცუდად ვიქცეოდი რომ ვიღაცებს ვაქცევდი ყურადღებას ყველამ თავის თავში ირწმუნეთ ძალა სულ ამაზე გვაქვს ლაპარაკი და ვინც ირწმუნა იმან შედეგი დადო ანუ სტატისტიკა არ არის დღეს თანამედროვე ჭიდაობაში გადამწყვეტი არ არის სტატისტიკა გადამწყვეტი შენ თუ შემართებით გადიხარ შეხვედრაზე და იცი რომ უნდა მოიგო დამთავრებული ამბავია ის წმენა თუ გაქვს ხო არ ვიცი აი ეგ არის ყველაფერი მაგაში იდება წმენაში რომ შენი თავის გეჯერო თავის არ გჯერა როგორ შეიძლება ადამიანს მოუყვა ანუ შენი მოწინააღმდეგე არის თვითონ შენი პიროვნება. იგივე ვთქვათ, პირველ დღეზე როდესაც ვაუბრობთ, 3 მონაწილე იყო ფინალში და აი ამ ფინალური შეხვედრების დაწყებამდე იყო ეს ერთგვარი სენსაციაც? სენსაცია იყო დარბაზისთვისაც, აი დარბაზისთვისაც და თუ ყველასთვის ყოველთვის ელოდებიან რომ პოლონეთში გრუზია არის ის ქვეყანა რომელმაც უნდა იჭიდაოს მაღალი მიზნებისთვის. საქართველოსთვის როგორ შეიძლება რომ ქართველი გადიოდე და თქვათ არ იყო ფავორიტი სადმე არ არსებობს სულ ბიჭებს მაგას ვეუბნები რომ თქვენ საქართველოსთან რო ჭიდაობთ იცოდეთ რომ ყველას ეშინია ყველა გიფრთხის ნაცნობი ხარ თუ უცნობი სამი ფინალი იყო ჩვენთვის აი რავი ძალიან მაგარი და ძალიან გული დამწყდა რომ აი ზურა იაკობაშვილმა ფინალური შეხვედრა დათმო მართლა ძალიან მაგარ მოჭიდავესთან ის ბიჭი უკვე 2010 წელს იყო მსოფლიოს პრიზიორი კუბის სახელით და იტალიიდან გამოდის ახლა ვიღაცა შეიძლება იტალიელი გონა როგორ წააგო მაგრამ აი ისე გაიარა ფინალური შეხვედრა და ის მთელი პირველი მეოთხედ ფინალი, მერვეთ ფინალი, მეოთხედ ფინალი, ნახევარფინალი, აი კითხვის ნიშანი არ ყოფილა. რუსიც კი მაგარი მსოფლიო ჩემპიონი იყო ახალგაზრდებში, გაანადგურა 10-0 მოუგო. აი ფინალში ცოტა ფსიქოლოგიურ მომენტმა იქ ვერ დაასრულა ფანდი და იქიდან კონტრილეთიძე მოყვა და უკვე 4-0-დან ცოტა ისი აირია ჭიდაობა, თორე შეეძლო იქაც კი შეეძლო ამ ძლიერი სპორტსმენის დამარცხება. ბუჯიაშვილი კიდე აი ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან პირველივე შეხვედრა ფაქტიურად ისეთი ქვეჯგუფი ქონდა, აი ძალიან ძლიერი ქვეჯგუფი ქონდა და პირველივე რუსი მსოფლიო ჩემპიონი თან წაგებული ქონდა დიდი ანგარიშით მსოფლიო ჩემპიონატზე და ამ ფსიქოლოგიურ მომენტსაც ქონდა რაღაცა ალბათ ფაქტორი, რის გამოც თქვა ის ჭიდაობა ისე არ წავიდა, მაგრამ მე მესამე ადგილისთვის კიდე მსოფლიო ჩემპიონი აზერბაიჯანელთან იქ დაამტკიცა, რომ ბუჯიაშვილი ის კადრია, რომელიც ამ წონით კატეგორიაში სამმოლოდ ძალიან დიდ შედეგს დაგვიდებს. პირველი დღის შემდეგ იყავით თქვათ ლიდერები და საინტერესო იგივე აი თქვენი მეგობრები თქვათ სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლები როგორ გაფასებდნენ რა იყო მათი კომენტარები დადებითიც და უარყოფითი ალბათ ვერ გაბედა ვერავინ რო ხმამაღლა გაეჟღერებინა. აუ იყო რა ისეთი ემოციები იყო ჩვენ მეგობრებს არ მინდა თქვა ჩემი სამწვრთნელო შტაბი რომელიც არის გოჯა კირკიდაძე და ოთარ თუშიშვილი ემოციებს არ ავყვეთ მეთქი ნუ ანუ რაც მეტი ემოციებს წავალ გადაედება გუნდს მეთქი და სულ ისე ვიყავით აი რაღაცა სადაც მივდიოდით რომელი მაშიც თქვა ტრენერები იდგნენ
что творите грузини სულ ეს გვესმოდა და აბა ხვალეც ესე იქნება და უკვე ისეთი მომენტი იყო რომ აი ხვალეც რო გაგრძელებულიყო თქვა თუნდაც 1/3-ისთვის შამათავას რომ მოიგო თითო შეხვედრის მოგება საკმარისი იყო იმისთვის რომ გუნდური მოგვიგო რუსეთისთვის. თუმცა ერთი დღე ლიდერობა და თან როგორც გადაცემის დაწყებამდე მითხარით 7 ქულით იყო თქვა ეს უპირატესობა 37 ქულა იყო თქვენსან გარშე მათ 30 ჰქონდათ ბევრ რამე ღირდა ხო? კი და პანიკაში იყვნენ სხვათა შორის იძახდნენ ხვალე რა მოხდება აბა ისინი როგორ არიან რა გუნდი ყავთ აბა ვინები ჭიდაობენ ამას ავლებდნენ ამ პარალელზე იძახდნენ ხვალეო ჩვენ გვაქვს რაღაცა უპირატესობები და ვიცდებით რომ გამოვიყენოთ და ფაქტიურად ეხლა გამოუცდელობა მაი თუნდაც წითურის გამოუცდელობა ახალგაზრდა ბიჭია უცბად ამხელა შეჯიბრი და მე მგონია მაინც იმიტომ უფრო დაიტრგუნა რომ პირველი დღის ფაქტორმა რომ აი ამხელა ბიჭებმა შედეგი გააკეთა ზოგისთვის შეიძლება დადებითად იმოქმედოს ამან კიდე პასუხისმგებლობა შეიძლება პირიქით ხო წარმოგიდგენ აი უფრო მე მგონია რომ ემოციაში რო იყო უფრო ვერ გაიხსნა მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად იჭიდაობს ის ბიჭები რომელმაც ეხლა შედეგი ვერ თუნდაც ჯაჭვაძე ფაქტურად ახალგაზრდებშიც პირველი ნომერია 23 წლამდე და დიდების ნაკრებშიც პირველი ნომერია და უბრალოდ აი ეს ფაქტორი ერთი შეხვედრა ცოტა ისევე აირია შეხვედრა კონტროლეტებზე მოყვა და ამან იმოქმედა ჩემი აზრით რა ძიმეწონასანი გიორგი მეშვილდიშვილი ძიმეწონა ყოველთვის პრესტიჟულია და ერთგვარი საპასუხისმგებლოც იმიტომ რომ ასრულებს შეჯიბრს და ეს დადებითი მოხდი ძალიან მნიშვნელოვანია გიორგიზე იმედები ქონდა როგორ შეიძლება გიორგიზე იმედი არ ქონდა ისეთი ახალგაზრდა დადებითი პიროვნება შრომის მოყვარე სპორტსმენი და იმედის მომცემი რაც ყველაზე მთავარია მას სერიოზული მოწინააღმდეგე ყავდა რომელ გრუპაშიც არ უნდა ჩავარდნელიყო აბსოლუტურად მაინც ფინალში გავიდო და არ გულისხმობ რუსს ყველასთან ერთი თავით მაღლა იყო ეს რუსის ფაქტორი არ იყო რომელმაც მან რუსის გამოწა უბრალოდ ეხლა ეს ახალი წამოსულია გიორგი და მას დრო ჭირდება რომ ამ წონით კატეგორიაში დაიმკვიდროს ადგილი და მაგის თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და ის კუშხოვის ფაქტორი დიდებში პირველი ნომერია რუსეთშიც და ევროპის თამაშებიც მაგან უნდა იჭიდაოს და ეხლა ცოტათი აი ამ ფაქტორმა ჯობნი და გამოცდილებით წონით კატეგორიით ეს გიორგი თქვა 112 კილომდეა ის 125 კილოზე დგას ალბათ და მეტი ფიზიკური მონაცემებით დაგვიჩაგრა გიორგი ამ ეტაპზე მაგრამ მომსავალებლად ალბათ იმედია რომ არა მარტო მაგასთან ძალიან ბევრ სპორტსმენს დაამარცხებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვა დღეს გამთენიისას ჩამოხვედით, ალბათ იგივე მწვრთნელთა საბჭოს წევრებთან ერთად და თქვენს მეგობრებთან ერთად ისაუბრეთ რაღაცა იმ უარყოფით ფაქტორებზე, რაც უპირველესად უნდა გამოსწორდეს. რა არის თუნდაც ერთი მსგავსი პრობლემა ჩვენს ნაკრებში? ჩვენს ნაკრებში ჯერ უპირველესად ძალიან მადლობა მინდა მოუხადოთ ჩემი გუნდის წევრებს ოთარ თუშაშვილს და გოჩა კირკიტაძეს ძალიან ისე შრომატევადი საქმეში გააკეთეს იშრომეს ძალიან ბევრი და ეს შრომა მოიტანა ზუსტად ეს შედეგის დადება ჩვენ შეჯიბრის მერე დავჯექით და ყველა სპორტსმენებთან ერთად ვილაპარაკეთ. პირველი ფაქტორი რაც არის აუცილებლად ყველა სპორტსმენმა უნდა იცოდეს რომ საქართველოს ჩემპიონობა არ არის იმის გარანტია რომ ის ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდება. ეს ყველამ უნდა იცოდეს ამ ფაქტორიდან გამომდინარე მე თქვა რამოდენიმე წონაში ფიქრობდი რაღაც ისე თქვა გადაადგილებას, მაგრამ არც გაფრთხილებული ყავდა არავინ და არც ისე ცუდად მინდოდა გამომსვლოდა და ყველას მივეცით შანსი, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ყველა მწვრთნელები ჩვენც ხო ვიღებთ გამოცდილებას და ჩვენც ადამიანები ვართ, რომელსაც გვჭირდება თან ახალი დაწყებული გვაქვს ჩვენ ამ სფეროში მოღვაწეობა და თუმცა სამივე თქვენგანს ჩემ დასაბედნიეროდ მახსოვს თითეული თქვენგანის ჭიდაობა იმდენად საკუთარი თავის რწმენით გაქვთ ყველაფრისთვის მიღწეული რომ ესეც ერთგვარი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს გვეხმარება ზუსტად იმ სპორტსმენებთან მიდგომაში, მათ რო დავეხმაროთ, შეიძლება ჩვენ ბევრი გვაქვს და სხვანაირი მიდგომები და ვცდილობთ რომ ეხლა უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო ცხოვრებაც ისე განვითარდა რომ მეტი საშუალება გვაქვს რომ გადავცეთ ამ სპორტსმენებს და იმედია რომ ყველა სპორტსმენი ზუსტად იმ დავალებებს და მითითებებს ვინც გაიგებს ისინი უფრო იჭიდავენ ვიღაცას თუ წარმოუდგენია რომ რაღაცა ვინმეზე მეტი იცის აი მაშინ ის სპორტსმენის საქმე აი მაშინ მიდის უკუსლას განიცდის ის სპორტსმენი აქედან გამომდინარე ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს თაობა თუნდაც ჭაბუკების თაობა ძალიან კაი თაობა მოგდის წინ და წინ წავალთ იგივე ვთქვათ საქართველოში არის კონკურენცია და აი ამ კონკურენციის თვალსაზრისით რომელი ზონა არის უფრო მეტად დახუნძლული თუ შეიძლება ითქვას
ჩვენ რომ ძიმე წონები გვყავს დღეს სოფლიოში არავის არ აღაზრდა მთელი სოფლიო აღიარებს ამას. დავიწყოთ გიორგი მეშვილიშვილი დაემატა ამ ბიჭებს ჩვენი ლევან ბერიანიძე ახლა სასუნთქეთის სახელით გამოდის და ეს გამოგვაკეთა თორე ფაქტიურად 5-6 ისეთი სპორტსმენი გვყავს რომ აი ყველაზე ძლიერი მაინც ძიმე წონის ფაქტორი აი ყველაზე ძლიერი წონა გვაქვს ძიმე წონა რა სადაც დათო მოძმანაშვილი გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე, ხიდაშელი, აი ეს ბიჭები არიან, რომლებიც რამ განაპირობა, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც მძიმე წონაში ერთგვარი პრობლემა იყო ჩვენს ნაკრებში და დღეს ფაქტურად ერთი გუნდი მოვიდა მძიმე წონასთან თამამად შეიძლება ითქვას. თაობათაცვლას მოვა ყველაფერი არის უცბად მოხდება თქვა შეიძლება თაობა და ფაქტურად შეიძლება საერთოდ არ წამოვიდეს მძიმე წონა. ეს ის თაობა, რომლებიც აი მართლა მაგარი ბიჭები არიან და ძალიან მიხარია რომ დავით მოძმანაშვილმა ეს პრობლემები დაძლია და საკმაოდ აქტიურად და სრული ტრიუმფით იწყებს დაბრუნებას საჭიდაო ასპარეზზე. ეს პასუხისგებლობა მის კონკურენტებს უძლიერებს პასუხისგებლობას, რომ ესეთი დათო ისევ დაბრუნდა ის დათო მოძმანაშვილი რაც იყო და უფრო მეტი მოტივირებულები არიან გიორგიც და გენოც. და ეს მოტივაცია აუცილებლად მოიტანს ოლიმპიურ თამაშებზე შედეგს. ყველაზე უფრო მეტი წარმომადგენელი თქვენს გუნდში გორის საჭიდაო სკოლიდან არის თუ? ფაქტიურად რეგიონებში გორი ისევ ლიდერია. გორი არის ყველაზე აი ძლიერი გუნდი გორს ხავს. იქიდან ქუთაისი მოდის კიდე და შეგადაში უკვე წამოვიდა რეგიონებში და მე იმედი მაქვს რომ ამჩარმაც ყველას აღუქვა დახმარება რომ რეგიონებში აუცილებლად ლეიბები ჩავა დარბაზები გაიხსნება და უფრო მეტი კონკურენცია წამოვა. აუცილებლად ის საბჭოთა დრო რაც იყო ხო რეგიონების მარტო თბილისი ხო არ იყო მაშინ ინტერნეტის გაძლიერდა ჩვენი ოლიმპიური რეზერვების სკოლა ფაქტიურად ყვება ყველაფერი აბსოლუტურად არის ცხოვრობენ და აი ეს მოიტანს ეს ყველაფერი ჩვენ ჭიდაობის წინსვლას. შემდგომი შეჯიბრი და როგორი იქნება თქვათ აი ამ ბიჭების მზადების ეტაპები და ტურნირები. დღეს წავიდნენ ჩვენი უფროსი ნაკრები იაშარდოღუს ტურნირზე ანკარაში. აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად შეკრებას გადიოდნენ, ვინც იქ იყო შეკრებაზე წასული, იქიდან წაიყვანა ბატონმა რეზომ და აჩიკო კიტიაშვილმა, აქედან კიდე დათო პოღოსიანმა და კახნიაშვილმა აქედან დარჩენილი შემადგენლობა წაიყვანეს თურქეთში და იქ ტურნირი დასრულდება 6-დან 19-მდე დუშეთში გვექნება შეკრება. შეჯიბრებები ვთქვათ არის უკვე გაწერილი რა იქნება შემდეგი. კი, ევროპის თამაშამდე ფაქტიურად თითქმის არაფერი აღარ გვაქვს. ახლა ესეთი მახაჩკალის ტურნირი იყო ალიალიევის და მოიღეს კალენდრიდან რაღაცა მიზეზების გამო და შეიძლება რაღაცა ერთი ტურნირის დაგეგმვა, მაგრამ არ ესწრება უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადები და ფაქტიურად ის ერთი ტურნირიც ფაქტიურად გამოვიყენებთ როგორც საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ჩემპიონატს. აქედან უკვე ფაქტიურად ახლოა უკვე ევროპის ჩემპიონატი, ევროპის თამაშები. ევროპის თამაშებიც თქვათ ერთგვარი გამოწვევა, იმიტომ რომ ესეც პირველად ტარდება და საკმაოდ მნიშვნელოვანია. ევროპის ოლიმპიური თამაშებია. აზიასა აქვს ეგეთი თამაშები, აზიის თამაშები, რომ ჩათვალეთ, რომ როგორც ოლიმპიური თამაშები, ისეთ მნიშვნელობას დაჟე მსოფლიოს ჩემპიონატს ტოვებს კაზახები, ირანელები, იაპონელები, რომ იმ აზიურ თამაშებზე მონაწილეობა მიიღენ, იმხელა ის აქვს. ალბათ ჩვენთანაც წამოვა ეს ტენდენცია, ევროპაში იქნება უფრო მეტი ყურადღება და მე ჯერ არ ეს შეჯიბრი იქნება მართლა მაგარი. თქვათ, იგივე მწვრთნელები რეგიონებში არის ის ბირთვი, თუნდაც აი ამ ლეიბების ჩასვლის შემდეგ, ვინც შეძლებს რომ იმუშაოს და აღმოაჩინოს და რაღაც საწყისი განათლება მისცეს. ანუ ეს სკოლა ისევ შენარჩუნებულია? კი, არის ძალიან ბევრ რეგიონში არის თქვათ, უკვე ხანში შესული მწვრთნელები, იქ უკვე ეხმარებიან ახალდანებებული სპორტსმენები. თუ ლეიბი იქნება და ცოტა მეტი ყურადღება იქნება, აუცილებლად ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა დაეხმაროს რეგიონებს და არ უნდა კონდეთ პრობლემა საქართველოს ჩემპიონატზე, რომ მათი რეგიონის გუნდები წარმოდგენილი არ იყო ბევრ შეჯიბზე ახლა და თავიანთი ხარჯებით არის ეს ძალიან გულსატკენია და მანუჩარიც მაგას იძახოდა, რომ აუცილებლად უნდა კონდეს კომუნიკაცია ყველა მუნიციპალიტეტთან, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ჭიდაობის სახეობებს. შეიძლება იქ სხვა სპორტიც არის რეგიონებში, მაგრამ თქვათ ალბათ მე მგონია რომ
მეტი ყურადღება იმნაირ სახეობას როგორც ჭიდაობა, უფრო მეტი ყურადღება ჭირდება, იმიტომ რომ ოლიმპიური სახეობაა და ჩვენი სისხლი და ხორცი აქ აჩვენებს თავის შედეგს. ემზარ, როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა თქვათ იგივე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ეს მხოლოდ თქვათ მარტინეტის პრობლემა იყო და იმ ფინანსური თქვათ რაღაც გარიგებების და საკმაოდ ცუდი ფაქტების რომ ჭიდაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. თუ ეს იყო ერთგვარი გაფრთხილებაც, აი ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება. აი ახლა მეცინება როგორ შეიძლება და სადაც ვიყავით ახლა შეჯიბზე პოლონეთში ხო იმ გასახურებელი ვარჯიშის გვერდზე იყო ეს ქოშის ორი დარბაზი და სასაცილო იყო უბრალოდ მინდოდა რომ აი დრო გამეყვანა ხანდახან სანამ ბიჭები წონას იკლებდნენ უყურო მეთქი და საყურებლათაც აი დაცინვა იყო სპორტის მაგრამ საერთო ჯამში იმიტომ მიიყვანეს საკამდე რომ ეს გაფრთხილება იყო და არა ის რომ ვინმე მართლა ჩაანაცვლებდა ჩვენ ჭიდაობის სახეობას არ არსებობდა იმიტომ იყო რომ მარტინეტის თავის გზაზე მეუჩინეს თავისი ადგილი და გაეცალა ყველაფერი ძალიან კი არ უნდოდა მაგრამ სანახაობრიობა თქვათ რაღაც ძალიან ხშირად იცვლებოდა წესები მიდის ყველაფერი იქითკენ რომ ისევ აღდგეს ეს სანახაობრივი აი ელენე გეტყვი ზუსტად იქით მიდიოდა წესები საითაც ჭიდაობას აფუჭებდნენ მე თუ იმის საშუალება მქონდა რომ ისა თქვათ აი არეული რისკი საგდება ხო აი ეს ბურთულის ფაქტორები ანუ თუ მე მოჭიდავე უფრო ძლიერი ვარ ერთი თავით მაღლა ვერ გააფუჭებდნენ შეხვედრას. იქითკენ მიყავდათ ეს წესები რომ იმათ ქონოდათ მსაჯებს იმის საშუალება რომ აი ეს კორუფციული გარიგებები შეხვედრები თავიანთ საზარგებლოდ დაესრულებინათ. აი აქეთ მიდიოდა და ეხლა აღარ არის ეგეთი. ჭიდაობაც უკვე ფაქტიურად ხო რამოდენიმე შეხვედრას თუ დაინახავ ისიც აი ისე დონეზე რომ აი არ დაგღუპავენ რა. მსაჯები უკვე ცოტა სხვანაირი სისტემა უკვე ცოტა მეტი ყურადღებით არიან ვიდრე ადრე იყო. ისე გაგაუბედურებდნენ ქვეყანას უკან არ მოიხედებდნენ არაფერზე. ეხლა ეს ფაქტორი აღარ არის გრძნობა რომ რაღაცის შიში აქვს რაღაცის ერიდებათ. შეიძლება რაღაცა უნდოდეთ დახმარება, მაგრამ იქ თავარი მსაჯის როდის იმასაც კი ერიდება, რომ მსაჯებთან ჩარევა დაიწყოს, იმიტომ რომ სისტემა შეიცვალა, არ გამოვა უკვე რომ გაფუჭდეს, იმიტომ რომ ეს კაცი ლალოვიჩის სახით ხო კარგისკენ მიდის და თვითონაც არ უნდა რომ გააფუჭოს ეს სიტუაცია. მსაჯებთან დაკავშირებით ქონდათ რაღაც უმნიშვნელო პრობლემა მაინც? აი რო თქვა რამოდენიმე შეხვედრა შეიძლება, მაგრამ აი საერთო ჯამში რო თქვა რომ რაღაცა სასწაული იყო, არ იყო ეხლა გაფრთხილება თქვა ამას ეკუთვნოდა, ამას არ ეკუთვნოდა და არ მინდა მსაჯებს რამე დავაბრალო, ყველავერთვის ვეძებთ აი მაქსიმალისტი ვარ და ვფიქრობ რომ ჩვენ ბიჭებში უნდა ვეძებოთ ყოველთვის აი ეს ფაქტორები. არ იყო ისეთი რომ აი თქვა საჯმა ეს გამიკეთა და ამიტომ წავაგე. ანუ დამღუპველი გადაწყვეტილებები არ იყო. სხვა გუნდებთან თუ აბსოლუტურად სამართლია. რაღაც აი ხო გეუბნები, აი თიძე ჩამოსათვლელი სიტუაციები იყო, სადაც აი რაღაცა იქ იყო, ვთქვათ, არასწორად შეაფასეს, მაგრამ მე იმ ჩელენჯის მერე ვთქვათ, ამოასწორებდნენ 90% გამოსწორებულია მსაჯები. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი თემური და ბატონი ედიშერი ის ფაქტორია იქ შეჯიბზე, ის ავტორიტეტები არიან, რომ ფაქტიურად ანგარიშს უწევენ ყველა. გასაგებია. საკმაოდ მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი, იმიტომ რომ ოლიმპიური წელიც იწყება სალიცენზიო ქულების ათვლაც. აი ამ თვალსაზრისით თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე. არის თქვათ დღეს ის თაობა, ვინც შეძლებს აი ამ ყველაფრის რადიკალურად შეცვლას და გაგრძელებას. აი ის 4 თვიანი პრობლემა, რაც ჩვენ ჭიდაობამ გადაიტანა, ტრაგედიას ვეძახი მე. ტრაგედია იყო ფაქტიურად 4 შეიძლება 5 თვეც დავიხიეთ უკან ეს დრო გვაქვს აუცილებლად მოსაკაჩი იმისთვის რომ 8 ეს ყველა 6-ვე ლიცენზია მოიღო პოვეთ ოლიმპიადაზე მე მჭირდა რთული იქნება სრული გუნდით გამოსვლა რთული იქნება მაგრამ არა დაუძლეველი მე გონია რომ ყველა ლიცენზიას აიღებს ბერძნულ მომავლეს და თავისუფალი ჭიდაობაც იგივე ვთქვათ ეს წონების ცვალებადობა რა ფაქტორმა განაპირობა ალბათ რაღაც დაგვტოვეს ოლიმპიურ სახეობაში, რაღაც ოლიმპიადას უნდა რომ სხვა სპორტებით შეემატო, რა ვიცი ეს მედლების რა პრობლემა უნდა იყოს, რომ 6 წონის მოგნა 8 ადამიანი დააჯილდოვონ, მაგრამ რაღაცა ისეთი ფაქტორი რაც ეთყობა ჩვენ არ გვესმის და ამის გამო აპატარავებენ ამ წონებს, კვეცავენ ხან ქალებს ამატებენ და ჩემთვის ვერ ხვდები უბრალოდ რატო აკეთებენ ამას, თუ სიმართლე თუ გინდა და არ ვიცი. არის თქვათ დღეს ჩვენს ნაკრებში, დიდების ნაკრებში ესეთი პრობლემური ზონები? ჩამოვთვალოთ 57 კილოდან ფაქტიურად რომ სოფლიოს ლიდერი გვყავს. არა მარტო საქართველოს, მთელ სოფლიოში არის ერთ-ერთი ფავორიტი და მე მჯერა რომ ის იმ
ოცნებას რაც ოლიმპიური ოქროქვი აუცილებლად მოიპოვოს, იმიტომ რომ ამდენი აი ესეთი წკიბზე მისული უკვე რომ დაკარგა, მე მგონია რომ ეს გამოცდილება მისთვის იქნება სამაგალითო რომ მან მაშინ შეიძლებოდა ლადო გამხდარიყო ჩემპიონი? ყველაფერი ქონდა ლადოს და ყოველთვის ყველაფერი ქონდა, სხვა ადამიანია. აი რო იტყვიან ხოლმე რომ მაგარია, სხვაგან არის, მართლა სხვაგან არის რა. იმ დონეზე წინ არის. დღეს როგორ თქვით, რა იყო თქვით იმ მარცხის? მე მაინც არ თვლი რომ ის მარცხია და არაერთხელ მეთქვა თქვა სატელევიზიო ეთერშიც და აქაც, მაგრამ მაინც შედეგია. ლონდონის ოლიმპიადას გულისხმობთ ხო? ალბათ აი ეს ფაქტორი რომ მან ის 3-2 რო წავიდა წინ, უბრალოდ ერთი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რომ ქვევიდან ხელი ფიზიკურად ძლიერი იყო თარსულტანოვი და მისცა იმის საშუალება, რომ აი ეს ფიზიკური მონაცემი ზონაზე წაიყვანა და აი ეს ფაქტორი იყო და ჩემი საზრით და თვითონაც ის რომ პირველი პერიოდი არ უნდა დამდგარიყო ლადო. აი ეს კენჭის ხრამდე არ უნდა მიიყვანა, მე თვითონაც ნანობდა რატო უნდა დამდგარიყო, ის რო ჭიდაობს არის მეფე ჭიდაობაში. არ შეიძლება მისი გაჩერება და მარტო კონტრილეთებზე ხო. მან აღიარა კიდევაც რომ ეს 2 წუთი გავანიავებო თქვა. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, როდესაც ჭიდაობ ოლიმპიური თამაშების ფინალს, ალბათ იქ რაღაც სხვა დატვირთვა მოდის და სხვა ფაქტორებისთვისაც უნდა იყო მზად, რასაც დღეს უკვე თანამედროვე სპორტში სპორტული ფსიქოლოგია. ლადო ზუსტად მაგიტოა მაგარი, რაც მეტი რთულდება სიტუაცია, მით უფრო მაგრდება თვითონ. რაც მეტი ბარიერია გადაზალახი, მით უფრო მაგარი ხდება, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია ფსიქოლოგიურად. თუ ვინმე დაარტყავს, ანუ უხეშება. ანუ განა გამოვარდება და ხელების ქნებას დაიწყებს, ჭიდაობაში უპასუხებს თავის აქციელს. იგივე აი ძალიან მაგარი ხასიათი აქვს. აი არ გონია რომ წააგებს ადამიანი გადის იმენა მოსაგება და ბოლო წამამდე იბრძვის. ეს არის მისი პლუსი. შემდეგი წონა. პრობლემური 61 კილო. ძალიან მაგარი ბიჭი ყავს ბექალომთაძის სახით, მართლა მაგარი ბიჭია, მაგრამ აი ცოტა სუნთქვასთან პრობლემები აქვს. აი ეს კონდიციას თუ გადალახავს აი რა ძალიან იღლება და ფსიქოლოგიურად თვითონაც აი ადამიანია და ყველა ვიგებთ ხოლმე რომ ვფიქრობთ რომ ესე რომ დაღლილიყავი მე ვაფშე შეიძლება დამინებებია თავი იმ დონეზე აი ბიჭი ბოლომდე იხარჯება აი გულის რევამდე იღლება რა და ვერ გადალახა ჯერჯერობით ეს ფაქტორი რა ყველგან ახლოა მაგრამ მოჭიდაობს უგებს სოფლიოს ჩემპიონებსაც უგებს მაგრამ საერთო ჯამში აი ბოლომდე ვერძლებს და არც არის ჯერჯერობით 61 კილოში ხლა ისეთი ვინმე რო თქვა აი ეს პრობლემური წონა გვაქვს ერთი სიტყვით 65 კილოც თითქმის უკვე ყველა წონას იკლებს მაგრამ იაკობაშვილის სახით წამოვიდა უკვე ერთი კაი ანგარიშგასაწევი ძალა კოტე ხაბალაშვილი ძალიან დიდი წონა აქვს და ფიქრობს ეხლა ისევ დავიკლო თუ 70 კილოში გადავიდე აი ეს მომენტები გვაქვს 74 კილო კიდევ თქვით რომ 74 კილო აუცილებლად შედეგს დადებს. თუნდაც მაქარაშვილი წამოვიდა ეხლა და მედვედის ტურნირზე ბრწყინვალეთი ჭიდავა, ისევ დაბრუნდა როგორც ადრე ჭიდაობდა. ყველა შვილისთვის ესეც ძლიერი კონკურენტია. ერბოწონაშვილი წამოვიდა, აქედანაც უნდა დაიდოს შედეგი. 84 კილოშიც დათომ უნდა თავის სიტყვა თქვა, არის რამოდენიმე ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც შეიძლება რაღაცა სამომავლოდ წინსვლები გაჩხარტიშვილი არის, თქვა და ინციტური არის, ამინაშვილი არის, კაი თაობა და დათომ უნდა მოინდომოს, დათომ აი უფრო მეტი უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ დაიკარგა 2 წელიწადი და თვითონ ეს პასუხისმგებლობა აქვს თვითონაც და თავის თავზეა დამოკიდებული. 96 კილოც ომარის სახით ძლიერი კონკურენცია წამოვიდა უკვე. ქერაშვილი არის, იქ მეტრეველი არის, ელიზბარ ოდეკაძე ამ წონით კატეგორიაში. ხლა როგორც არ უნდა ვთქვათ, ლიდერად ითვლება და ძიმე წონაზე აღარ ვლაპარაკობ კომენტარის გარეშე. ტოებ ყველაზე ძლიერი წონა საქართველოს ნაკრებში ეს კონკურენციის სახით. ისე მძიმე წონასთან შეჯიბრი რომ მოაწყო, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო სანახაობა იქნება ნამდვილად. მაგარი, ძალიან მაგარი. იმიტომ რომ ყველა განსხვავებულად ჭიდაობს, ყველას განსხვავებული სტილი აქვს და გულშემატკივრისთვის ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იქნება. მაგარი, მაგრამ მაგას დაგეგმო უნდა უბრალოდ კალენდარი არ გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ აი ეს იგივე მსოფლიოში და ევროპაში, როდესაც აფასებ თქვათ მეტოქეებს, არის ეს გაოცების მომენტები, რომ აი რომელიმე ქვეყანას ყავს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელზეც იტყვით, რომ აი ამასთან როგორ უნდა მოვიგოთ? თუ არის რამოდენიმე მოჭიდავი ეგეთი. თუნდაც ჯორდანი ხო იყო, ეხლა დაუძლეველი ბაროუსი. აი ფეხით კიო და არტკიო და
მაგი უკვე მეორე ხარისხოვანია, მაგრამ გამოვიდა ამდენი წლების მერე და ცარგუშბა ისევ მოუქო. ხვდებით სადღაც რომელიღაცა წონაში ყოველთვის არის რომელიღაცა ფავორიტი, მაგრამ არა დაუმარცხებელი, თუნდაც საიტიევი იყო და საიტიევიც კი მარცხდებოდა ხოლმე. ეგეთი არ ვიცი. უბრალოდ სტაბილურად ძლიერი გუნდი ყავს ირანელს, რუსეთს. ანუ ირანი ისე ვითარდება, ვთქვათ და ეს რაღაც სტრატეგია აქვს, რომ თავისუფალ ჭიდაობაში პოზიციები არ უნდა დათმო. ძალიან დიდი ინვესტიცია იდება ქვეყნისგან ირანის ჭიდაობაში. ფაქტიურად ჭაბუკთა ნაკრებიდან მოყოლებული ფაქტიურად ძალიან დიდი დაფინანსება. ერთ უბრალო ტურნირზე შეიძლება 30 კაცი ჩამოვიდნენ, 35 კაცი ჩამოვიდნენ, მოყვება 10-15 ტრენერი და მასაჟისტები. თან ახლა დიდების ნაკრებმა მედიცინა ძალიან ძლიერია, ალბათ რაღაცა სვავენ, თორე არ შეიძლება ადამიანს ამდენი დატვირთვის მერე გამოდიოდეს კიდე სახტუნაოზე ხტუნაოვდეს და საერთოდ 6 წუთი მეოთხე შეხვედრას და 6 წუთს რომ მაგარ პორტაბზოლას გაივლი, პულსი კონდეს ალბათ ისე 1 წუთში 15-მდე ჩამოდის. რაღაცა ეს მედიცინაში ძალიან მაგრები არიან. თქვენ ფაქტიურად იმ ნაკრების მწვრთნელი ხართ, რომელმაც ძალიან აქტიურად უნდა მიადევნოთ თვალი ჭაბუკთა გამოსვლებსაც. ის თაობა, როგორი თაობა მოდის, იმიტომ რომ ნებისმიერ წამს შეიძლება თქვენი შეგირდი უცებ დიდების ნაკრების წევრი გახდეს. მაგარი ბიჭები არიან, მართლა მაგარი ბიჭები არიან. მაგარი ბიჭები არიან და იმედი გვაქვს მაგათი ძალიან და იმიტომ ვიძახი რომ ქვეყანამ ისე უნდა იმდენი საშუალება უნდა ქონდეს, აუცილებლად ჭაბუკებიდან უნდა დაიწყოს, ძალიან ბევრი შეჯიბრზე უნდა იარონ. მათ თუ ბევრი შეჯიბრზე არ იარეს, არაფერი არ გამოვა. იზრდებიან 18 წლისები ხდებიან და უცბად დაინახავენ მე 2-3 შეჯიბრს და უკვე დაკარგულები არიან. ფაქტიურად აი მე რო ვიყავი თქვა 14 წლის რო წამოვიზარდე და შეიძლება კვირაში ხანდახან 2 შეჯიბრს ჭიდაოდით ხოლმე. თვეში შეიძლება არ ვიცი ძალიან 8 შეჯიბრიც მიჭიდავია. ეხლა აღარ არის იმდენი საშუალება თქვა რომ აი ეხლა ვთქვათ შეიძლება ჭაბუკთა ნაკრების წევრმა თვე ისე გავიდეს რომ არც მიიღო შეჯიბრში მონაწილეობა. თვეები და ეხლა კიდე კაი გვაქვს სარიბი ბერიაშვილის ტურნირი, ციმაკურიძეა, იქ ის არის და ეს ესენო გავაღვიძოთ აუცილებლად ესენო. რაც მეტი შეჯიბრი იქნება რეგიონებშიც. უნდა ვიაროთ შეკრებაზე პატარებიც რო იყოს აქეთი კიდე რომ აი პოპულარიზაცია უნდა გაუწიოთ. ემზარაი დღეს თქვათ არის ჭიდაობა პოპულარული და მოყავს მშობელს ბავშვი ისევე როგორც თუნდაც თქვენ დროს იყო? ვინც ლოგიკურად მსჯელობს აუცილებლად იმ სახეობაში უნდა მიიყვანო რომელ ქვეყანაში პრიორიტეტია სპორტი. ხო არ შეიძლება ეხლა ბეისბოლზე ატარო ქართველი ადამიანი. აი კარატეზეც ხანდახან მე მიკვირს ხოლმე რომ დაყავთ ხოლმე კი არ მინდა ანტირეკლამა გამომივიდეს, მაგრამ ალბათ ქართველ ადამიანს უნდა რო ატაროს ფეხბურთზე, უნდა რო ატაროს ჭიდაობაზე და აი რაგბმა ეხლა რო წამოიწია ძიუდო, აი სახეობა მე მგონია რომ ლოგიკურად უნდა იმ სპორტის სახეობას მიექცეს ყურადღება, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე არის ჩართული. გასაგებია ოლიმპიური თამაშები ყოველთვის არის კრიტერიუმი, მაგრამ ალბათ მათი სწორად განვითარებისთვისაც თითოეულ თქვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. ეს არ არის მხოლოდ ჭაბუკთა ნაკრების საქმე, იმიტომ რომ ყველამ უნდა მიადევნოს, როგორ განვითარდება ესა თუ ის ბავშვი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვინახავს, არა მარტო ჭიდაობაში, სხვა სპორტშიც, როგორ დაკარგულა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა. დრომ დაკარგა, 90-იან წლებმა დაკარგა, ჩემ დროს თქვა მე რო ვიძახოდი რომ აი თქვა ესე ბიჭებს შემოსავლებს ვეუნები და ძალიან ბევრს რომ გლდანიდან თქვა მივლია თქვა დიღომში ფეხით ვაგონებს შუაში უკან გადამბულ ადგილას შევძრომილვარ და ხალხი მეჭუბებოდა ტროლეიბუსზე ჩამოკიდებული ფალამანთებლობამდე მივლია და ჩემნაირად ბევრს ვინც ვერ გაძლო ხო დაანებეს იმ ნიჭიერმა ხალხმა ზოგ საშუალება არ ქონდა დღეს როდესაც ამ ყველაფერს უყვებით თქვენს მოსწავლეებს შეიძლება ძნელად წარმოსადგენის კი იყოს ხო ბევრმა მითხრა რომ აუ შაკომასო ესე არ არისო იქ მაინც ესე როგორ იქნებოდაო არ ჯერათ მართლა რომ ეხლა ყველაფერი აქვთ რა ვიტამინი გქონდა ეხლა არ მინდა აღნიშნო ზურაკ ახაბრიშვილის დახმარება ყველანაირად აი გვერდში გვიდგას და რომელი ექიმი გინდათ გამოგაყოლოთ აი დამხმარეთ და დამავით და მაგარი მადლობა მინდა მოუხადო გიორგი მურცხვალაძეს რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გვერდიდან არ არის მარტო ექიმი აი დამაჯერა რა მაგ ადამიანმა ჩვენი გულშემატკივარი ყველაფერი აბსოლუტურად დროშაც რო არ დაავიწყდა რომ წამოიღო იქ რომ საქართველოს დროშითი ერბინა ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც იქ არის ექიმი, როდესაც სრულად არის მოკლედ მთელი გუნდი და მით უმეტეს როდესაც არიან მსაჯებიც, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ყველაფერი იყო ახლა ხუთიანზე. ექიმიდან დაწყებული სპორტსმენების ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგიური მომზადება, ფორმები ბატონ მანუჩარმა გაგვიკეთა ევროპა ბეთის დახმარებით. ყველაზე ლამაზი ფორმა გვეცვა
ევროპის ჩემპიონატზე და ისე მოხდა რომ უცბად ბუჯიაშვილმა რომ დაამთავრა ძველი ფორმით გამოვიდა და იმ წუთში მეთქი როგორ მოხდა ეს რომ იმ წუთში ჩანს უცბად სხვანაირად ისეთი გამოკვეთილი ლამაზი ფორმა ჰქონდა აუცილებლად უნდა ჰქონოდა ყველა დაჯილდოებაზე ამას გავაგრძელებთ მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება ეს ტრადიცია და როდესაც აი თქვენი თაობის წარმატებებზე ვსაუბრობთ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ მახსოვს რომ ძალიან ბევრი მათგანი ვთქვათ სპორტსმენი ხშირად მშიერიც კი მოსულა ვარჯიშზე მაგრამ იმდენად დიდი სიყვარული გქონდათ რომ აი ამ ყველაფერს იგივე მწვრთნელებს უმალავდით არ ამბობდით რომ იყო პრობლემები გტკიოდათ მაგრამ მაინც ვარჯიშობდით და აღწევდით ამ ყველაფერს რატომ ეს იყო უბრალოდ სიყვარული რომელმაც სიგიჟემდე სიყვარული ეს არ იყო მე სულ ყოველთვის ვლაპარაკობ ჩემთვის არ არსებობდა დაბადების დღე ქორწილი აი რაღაც შეიძლება მისულიყავი და აი უბრალოდ პატივისცემის ამბავში და დალევაზე და იმაზე ხო დღესაც არც სიგარეტს ვეწევი არც ვსვავ და ესე გადავცემთ ჩვენ მომავალ თაობას რომ ესე უნდა მოიქცნენ სპორტსმენები თუ ადამიანი შეიძლება ნიჭიერი მოჭიდავე იყოს მაგრამ სპორტსმენი არ იყოს ესპორტულობა თუ არ აქვს სპორტსმენმა იყოს სპორტსმენი და მაშინ გახდება მოჭიდავე აი ეს არის ჩემი თქმა ყველასთვის რა თქმა უნდა სპორტსმენობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ძალიან გადამწყვეტი იმიტომ რომ სულით სპორტსმენს შეიძლება არ იყოს ნიჭიერი პერსპექტიული ასე შემდეგ მაგრამ იყოს სულით სპორტსმენი და ბევრს მიაღწიო მსმენელი გველოდება გისმენთ გამარჯობა გამარჯობა მოგესალმებით იულოცავ ქართულ ბიჭებს წარმატება და ხელ წარმატებული გეულოთ ბატონებსა თქვენი მოწაფეებიდან რამდენიმე კითხვა მაგას ისეთი უცნაური კითხვები მიყვარს ყოველთვის უღრმესი მადლობა ოლიმპიური ჩემპიონები აი რომ არიან ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონი იმ ოლიმპიადაზე იგივე მსოფლიოს ჩემპიონები არ გამოდიან და პრიზიორები და რატომ დგას ახლა დაუშვათ აი შეიძლება გახდეთ მსოფლიოს ჩემპიონი სიტყვაზე ვამბობ უფრო მეტი ძლიერი ისინი გამოვიდნენ იმ მსოფლიოს აი ნუ იგივე ოლიმპიური ჩემპიონები პრიზიორები ევროპის და ოლიმპიადაზე შეხვდეს აი და ოლიმპიადაში დაობს ადამიანი სიტყვაზე და იგი უნდა ვთქვათ მსოფლიო პრიზიორი ოლიმპიადის პრიზიორი იქაც და რანგით რატო ხერის გულისთვის არის მარტო ეს ოლიმპიადა მაღლა რანგი და მეორე ესეთი კითხვა აი დარწმუნებული ვარ საერთოდ არასოდეს არ დაჟია ნახევარფინალში რომ შეცდომა დაუშვათ მეოთხე ფინალში რომ შეცდომა დაუშვათ აი ფინალში რომ დაუშვებს შეცდომა და ხინჩატაშვილი გამახსენდა და უწევ მაშინ აუმთებენ ციტელს და გააგდებენ აი მანამდე მეოთხე ფინალში დაუშვათ შეცდომა დაუშვა ნუ პატიობენ რა თვალს ხუჭავენ და მე და ბოლო მესამე კითხვა ესეთი აი ყოველთვის მიკვირს ხოლმე რა უბრალოდ რა ადამიანური ვიცი რა აი შეიძლება მაგალითად სპორტსმენი გავიდეს აი შენ სიტყვაზე აი ადრე რო იყო კიდე ბურთულები ყველაზე დამღუპელი რო იყო და ყველაზე არასწორი და ისა შეიძლება პირველი მოიგო 5-0 მეორე წააგო 1-0 და მესამე წააგო 1-0 და იმას მოეგო აი ვის მოსდიოდა ესეთი აზრი აი დღესაც მიკვირს და რა გასაგებია დიდი მადლობა მოდით მივყვეთ თქვათ თანმიმდევრობით იგივე ოლიმპიური სისტემა ოლიმპიური თამაშები არის ფორუმი რომელიც ყველასთვის არ არის აი სულ ვიცახით რომ დავждებით ბიჭები და ვლაპარაკობ აი მწვრთნელები მეგობრები რომ ეს ღმერთის მოძებული ადამიანების ის არის მარტო აი ღმერთის მოძებულები იგებენო იტყვიან ხოლმე რა შეიძლება ალიალიევი 5-ჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიადაზე მედალს ვერ აკეთებდა აი ესე არის ალბათ რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტი იმიტომ აქ ეს 4 წლიანი დატვირთვა ზუსტად რომ ვინც ამას გადალახავს აი ამ სპორტსმენები არიან წლიდან წლამდე ემზადებიან და შეიძლება მოემზადოს არის ხალხი რომელიც ოლიმპიურ თამაშებისთვის ემზადება ის 4 წლიანი ციკლს იყენებს აი მაქსიმალურად შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთხელ დაიკლოა თქვა წონის პრობლემა არის რომელიც ოლიმპიური ჩემპიონები ხდებიან ზოგი არის თქვა ვინც ბევრ წონას იკლებს გამოტოვებს ერთ შეჯიბს თქვა მეორე შეჯიბს რომ იქამდე მიიყვანოს თავი რომ ოლიმპიადისთვის იყოს ძლიერი რა აი ფორუმია ისეთი რომ ამას ამოუცნობია ჩემი აზრით რა კიდევ ერთი მსმენელი გისმენთ გამარჯობა და მოკლედ ბრძანა გამარჯობა გენათვალე მე ვარ შახი გიგვაძე სურებიდან მოგესალმებით ბატონო მოემზარზე უსურებ წარმატებას და მაინტერესებს ორი ოქროს მედლის გარდა რამდენი ვერცხლი და რამდენი ბრინჯაო მოიხოდეს ჩვენმა სპორტსმენებმა გასაგებია დიდი მადლობა დიახ მადლობთ დიახ უპასუხოთ ჩემთვის ძალიან მტკინვეულია მთელი ბავშვობა რა ეხლა ისეთი ემოცია მაი ტანში რო იტყვიან დამბორძგლავ მთელი ბავშვობა ასურებში მაგატარებული სანამ შემეძლო ეს რო თქვა შეჯიბრებები ამ დონეზე არ მეჭიდაო მანამდე ყოველთვის სურებში ვიყავი და თუ რამე ეს ჯანმრთელობა მომყვება დღემდე
იქ ვინც ერთხელ გაივლეს იქ ვინც ერთხელ გაივლეს არასდროს არ ვიძახი ხოლმე მართლა ალალად ვიძახი რომ სოფლიოში ყველაზე მაგარი სოფელია ყველაზე მაგარი ხალხი ცხოვრობს და ყველაზე ჯანმრთელი ადგილია ორი ოქროს გარდა ჩემო კარგო ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ავიღეთ და იმედია რომ მალე ორს ერთ ოქროსთან ორს კიდე მივამატებდით. დიახ, აი ჩვენი პირველი მსმენელი საუბრობდა მსაჯის ფაქტორზე და აი ფინალში, ვთქვათ, დაშვებული შეცდომა უფრო მეტად ჩანს და უფრო მეტად დასჯადი იყო? მე მაგ მოგებული 6-0 შეხვედრა და მე ორჯერ კენჭისყრითა მაგ წაგებული, აი ეს ფაქტორიც აუცილებლად მსაჯის სადაც არ უნდა გააფუჭებს შეხვედრას და თუ მე საჩემპიონო ადამიანი ვარ ფინალში გავაფუჭებს თუ ფინალში და ყოფილდები იმით რომ ვერცხლის медали მექნება აი ეს ფაქტორია უბრალოდ სადაც არ უნდა გააფუჭოს მსაჯმა იქ უნდა დაისაჯოს ძალიან მაგროს სამაგალითო იყო მაგრამ ის კორუფცია ზუსტად იქიდან მოდიოდა რაც მარტინეტიმ დათესა სხვანაირად არ იყო ბურთულეს სისტემაზეც ბრძანა ბურთულაზე ბრძანა და ზუსტად გეტყვით მე რომ მე ოლიმპიურ ბოლო სალიცენზიო ტურნირზე პეკინის სალიცენზიო მივიღე მონაწილეობა და სადაც კორეელმა ერთხელ ამოიღო ლურჯი ამოვიდა მეორე ამოიღო იქ ერთს ვაკლებდნენ ისევ ამოიღო კიდე ამოვიდა და ტრენერი გაგიჟდა მე შოქს ეცა და მსაჯმა აი ხო გეუნები 4 ფეხზე 10-რია 1.15 მეტრა და მე შოქს ხელი არ გაუშვა 100% თელი დარბაზი დაწუნებული იყო რომ სამივე ლურჯი იყო შიგნით არც ერთი წითელი არ იდებოდა იმიტომ არ გაუშვა თორე იმისთვის რა პრობლემა იყო ეხლა არ გაეშვა მე შოქს ხელი ხო გეუნები მუხლებით 10 მეტრა და მაინც არ გაუშვა და იმ წვრთნელს არათუ ყვითელი ბარად წითელი ბარად ყვითელიც კი არ მიცეს იმიტომ რომ მართალი ადამიანი იყო წარმატებები კიდევ ერთხელ გილოცავთ და მე მჯერა რომ თქვენი ნაკრები იქნება ყოველთვის გამორჩეული, ყოველთვის იქნებით სათანადო სიმაღლეზე და ყოველთვის იქნებით თქვენი გულშემატკივარი. დიდი მადლობა. ემზარ ბედინეიშვილი იყო დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. მე 22 საათსა და 20 წუთამდე გემშვიდობები და ამ დროს უკვე დღის სპორტის ახალ ამბებს წარვდგენთ. მესმის მადლობა. ესტაფეტა სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10-ზე.